move it. I like to move it, move it. You like to move it. I like to move it, move it. I like to move it, move it. I like to move it, move it. You like to move it. I like to move it, move it. I like to move it, move it. I like to move it, move it. You like to come on, you I know you know. Bitchin' the chosen, you want me man, but come on, you I know you know. Bitchin' the chosen, you want me man, but woman, physically fit, physically fit, physically fit. სალამში და ვისაკალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით რუსთავი ორის პირდაპირ ეთერში იღბლიანი ბორბალი ტრიალებს. სახალხო პროექტია, ყველა იღბლიან ადამიანს აქვს მოსვლის უფლება და შეამოწმოს რამდენად იღბლიანია და საქართველოში ყველანი იღბლიანები ვართ და შესაბამისად ყველას აქვს უფლება რომ მოვიდეს თან მithumetes შორენა აი ესეთ მშვენიერ ფორმაში როცა არის შეგიძლიათ იხილოთ ხოლმე მხოლოდ აქ. დელფასი მინდა და რომ მეთქვა. მოიმე ნახე რა საინტერესოა. გულზე დამხედე. საყურეებში ხედე. ყურებში ჩემ ხედე. არა, ეგრეთ კარგი. დელფოსი მისი გენერალური სპონსორია პირადი. მაგრამ მინდა გითხრათ რომ ჩვენი გადაცემის გენერალური სპონსორია ტექნიკის სახლი. ოკეი. ხوار დავიწყოთ ჩვენ. პირველი სამეული სტუდიაში ბექა გუგუშვილი, აბაშა. გურჯანელი გიორგი ზარდიაშვილი. ელენე პაიჭაძე გორიდან. აბაშა გურჯანი გორი. ერთ ჭელაში ერთი პატარა ვინა მოგიხდებოდათ რა. არა, გურჯანი. ეხლა როგორ შევეწყობით, ნახე. დავანგრიოთ მითები ეხლა. თელავისა და გურჯანისა. თუ გინდა არა, თუ უნდა დახოცეთ ერთმანეთს. ჩვენ არა ვხოცავთ ერთმანეთს, ჩვენ არა. შორენა შენ თუ მანდილს ჩააგდებ, ალბათ არა. არა, მირჩენია გიყუროთ ეს. არა, არა. შეისუყოთ. იცი რა არის, დღეს კაბა არ ჩაიცა სპეციალურად, მოვიდა შარლეთ, რო იბლატაოს. ორა. ჩაუს, ხდეთ დაიკო. ხოდა იცი რა არის ბიჭო. ესე დადეთ. მოკლედ, შენი მოსვლის მიზეზი ვიცი. ვიცი რომ მაზიანი დადეთ შენ და შენმა ძმაკაცმა და წააგე. რაზე გამარზეთ? ანუ ვინც წააგებ და მოვიდოდა რა, ჯოკერში? ხო. აქ მოსვლა იყო ცუდი და ვინც იქ დარჩა რასაკეთებ? ხო, ანუ იმათ ეგონათ რომ აქ მოსვლა იყო ცუდი. ხო, რა ვიცი, ცუდია? არა. აი რომ მანქანა რომ მოიგო ეხლა აი. აი ძალიან მინდა რომ რამე მოიგო კარგი რა, აი ბინა მაგალითად, იცი როგორ გამიხარდება, აი მაგათი ჯინაზე რა. მოსევათ თქვარი აბა ვინ არის? მამუკა რეგენიძე მეგობარი თვითონ. სასიამოვნო, ერთად სწავლობთ? კი. აქ რაზე სწავლობ? საბუღალტროზე. საბუღალტრო, შენ ისი ბუღალტერია? კარგი იცი? პირველ კურსზე ვარ ჯერ. საინტერესოა. დაატრიალე და თან მკითხულობ. ელენე, შენთვის აქვს? იო, შენთვის აქვს. ის ყველა ადამიანს აქვს, ზოგს კარგი, ზოგსაც ცუდი. დროთა განმავლობაში ის შეიძლება შეიცვალოს კიდეს, თუმცა უმრავლესობა მაინც მიიჩნევს, რომ მას ეს კარგი აქვს. 100 ქულა გაქვს, მეტი არა ეხა ბუღალტერო, მომავალ ბუღალტერო. მე მგონი იქნება ამ ხელასიტყვაში. დარწმუნებული ხარ ამაში? არა. არ არის სამწუხაროდ რა დაგიმალო და გურჯანეთან ჩავაწყებ. ახეთ შეცვალ თელავი გურჯანია, მაგრამ როცა თბილისში ვარ, სუკახეთია. მიდი, დაატრიალე. თუ იცი? უკვე რა არის? კი. სიტყვა იცი? კი. და ვიტყვი. მოიცადე ერთად, გულშემატკივარი მაინც გამაცადო. ჩემ ბიძაშვილი ბექა ჯანგულაშვილი. ბიძაშვილი. ჯანგულა, ბექა. სასიამოვნო. ორი ბექა ყავს. ქულებს არ აგროვებ პირდაპირ ფინალში? არა, არ ვაგროვებ. ნუ მერე დააგროვებს ქულებს. რა ვიცი ახლა ბანკნოტი რომ მოვიდეს ან 0. ხო, ეგეც არის. და იქნებ სიტყვა გეშლება. რო გეშლებოდეს? არ შემეშლება. აბა ეხლა ხო იცი ეხლა თუ ვირზე შეჯდაო კახები შანსი არ არის და თან ის რო არა მოვიდა უფრო გამყარდა ჩემი ასე ვთქვათ. არა ამან კიდე უფრო ეს ტაში ის დაუკარი ჩემ ხუბას თუ შენ თავს. კარგი მე შენ დაგიკრავ. ასე აბა თუ იქნება. გარეგნობა. ჰა? გარეგნობა. აი ჯიუტია თქო რო ვიძახი რა. წადი ახლა შენ გულშემატკივარს მიუჯექი და ორნი ვითამაშებთ აქ. არ არის სწორი პასუხი. რა გინდა ეს? შეამოწმე. არა და თამაშის სტრატეგია მაქვს გათვლილიო ეწერა ანკეტაში და
წინასწარ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენებიო, მაგრამ რადგინა. აი ესეთი სტრატეგია ქონა რომ გამოეთიშა თამას ძალიან მარტივად. ელენე, მოყევი შენზე რა. შენ ახალ ექიმი რეაბილიტოლოგი? დიახ, პროფესია ეგ მაქვს. ანუ სასწრაფოში მუშაობდი? არა. ექიმი რეაბილიტაცია ნიშნავს ძირითადად ავადმყოფობის შემდეგ აღდგენით პროცესს. ანუ მასაჟი და სამკურნალო ფიზკულტურა. დიახ. აბა ეხლა რაღაც საოჯახო ბიზნესი გაქვს, აღარ ვშრომობ მაგ მიმართულებით როგორც ვიცი. მეუღლე მყავს პროფესიით გეოდეზისტი და ეხლა გვაქვს ეს ფირმა, ნამდვილად საოჯახო ბიზნესი გვაქვს. დირექტორი მე ვარ, მაგრამ მთავარი თვითონ არის, რა თქმა უნდა. დამფუძნებელი, მთავარი გეოდეზიოლოგი. დიახ. მეუღლე სახელი მალხას პაიჭაძე. მალხას პაიჭაძე და ეს ვაჟი ვინ არის ხუთი? ჩემი შვილია დავით პაიჭაძე. დავით პაიჭაძეს მივესალმები. გაატრიალე და გაგიმეორებ დავალებას. ხო გინდა რომ გაგიმეორო? კი ბატონო. ანუ ის ყველა ადამიანს აქვს ზოგს კარგი, ზოგსაც ცუდი. დროთა განმავლობაში ის შეიძლება შეიცვალოს კიდეც, თუმცა უმრავლესობა მაინც მიიჩნევს, რომ მას ეს 200 კულა პერსპექტივაში და ასობგერა და გაქვს. ანთე ჩოხა ერთადერთია ასეთი ასობგერა, ასე რომ შეიძლება დაატრიალო. არა ამას ვფიქრობდი, მაგრამ ეგ არ არის. სალასი ლეთ. 150 იყოს რა უჩეს. არის ასეთი ასობგერა, ჩოხა ვინთე? ოჩა. გავაგრძელოთ, იქნება მესამე სამოიცნო და შემოვიდა მიგმოვდეთ. 50 კულა იყოს, არა უშავს. 800. როგორ? არის ასეთი ასობგერა ყოჩა. ვაი. ითელი და ლურჯი ყუთი, იღბალ დეტექტორი ელენესთვის სტუდიაში. წითელი რა თქმა უნდა. წითელი რა თქმა უნდა? დიახ. რატო ითო? ჩემი ხასიათიდან გამომდინარე წითელი ფერი მიყვარს არის. დიახ. მაზეც გეტყობა? კი. ნახოთ რა არის. არ არის, შენი ხასიათები აქ არ აღჭრის. აქ ზეთი სინაზე სიმშვიდე და დელფოსის პრიზი დევს. არა უჭირს. ეს წამახალისებელი იხროვდი ხოცა. დიახ. დამე კარგი გვინდა რა, რაღაცა მაღალი ქულა გვინდა ეხა. 250-ის პერსპექტივა გვაქვს, თუ ვიტყვით? ბ. როგორ? ბ, ბოტანიკა. დიახ. ჩოხა გვინთე? არის. გაატრიალა? ერთი ასობგერის იდეა გაუჩნდა ეხა, როგორ შევახერხო, ხო? მაგრამ გიჟი. არა. 100 იყოს, ნაღდი იყოს. 100 იყოს და EASO იყოს. იყოს EASO. ჩოხა? ერთი და მეორეც? რაო, რა მინდა? სიტყვა არ ვიცი სერიოზულად. იმეორებ დავალებას. წამიკითხეთ კი. ის ყველა ადამიანი თან დაატრიალე, იმიტომ რომ რადგან არიცი, თან გავიმეორე, თან დროში მოვიდა. ის ყველა ადამიანს აქვს ზოგს კარგი, ზოგსაც ცუდი. დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს, თუმცა უმრავლესობა მაინც მიიჩნევს, რომ მას ეს კარგი აქვს. ვაიმე! გადავჭით ბანკროტს. 200 კულა, ასობგერა? რ. არ ვიცი, სიტყვა ვერ ვიგებ. სიტყვი? რაო? გემოვნება. გემოვნება, ჩვენ ყავს გამარჯვებული. ხოჭა. ვერ გავიგე, ვერა. სანაძლეოს, ადრით. რა დაახკრა ეგრევე სიტყვა, ჰა? პრიზები სტუდიაში. გურჯაანი, მოდიათ. მოდი ხელსარიელი ხო არ გაგიშვებ. ჩემი უძვირფასესი და საამაყო კარაქი ტიფლისი 2011. სიახლე ჩვენთან. კამპას ნატურალური წონები. დამზადებულია საქართველოში და 100%-ით ნატურალურია. მოდი სიახლე მეორესაც ვიტყვი, იმიტომ რომ ჩვენთან სიახლეა მეორეც. ეს არის ტავერნა ორიგინალი, სადაც 9 სახეობის ხინკალია, ძალიან საინტერესო ქაბაბია სულგუნით. წვადი, ლუდი და ასე შემდეგ, აი ესეთი ვაუჩერი გადმოგეცემათ. ორ კაცზე კაი დასანაყრებელი ვაუჩერია. სხვადასხვა ტავერნა ორიგინალს აქვს ადგილზე მიტანის სერვისი. 269 30 10 დარეკავთ და გამოიძახეთ. ესე იგი,
არც თელავი და არც გურჯაანი, დედოფლის წყაროს ზეთია. სუფთა კახური ქარვა. იქაური მზესუმზირით დამზადებული არარაფინირებული ზეთი, როგორც დიდი, ასევე პატარა ბოთლებში არის, კაცებისთვის ყოფილა კარგი. პოტენციას აზრდის. სავარძელი 20%-იანი ბაზდაკლების ვაუჩერი, ეს არის ნატურალური ქართული პროდუქცია, წაბლზე და წიფელზე ორიენტირებულია სხვათა შორის. ამას მოყვება კიდევ აი ეს ეგრეთ წოდებული პერსონიკები, როგორც თებშისთვის, ასევე ჭიქების დასადებათაც. არსებობს ესეთი ფირმა, ჰუმანა. 67 წელია, რაც არსებობს ევროპაში. 14-ზე მეტი წელია საქართველოში ოფიციალურად, ეხლა არის დესერტებზე ორიენტირებული ასევე და პუდინგებზე. არა გენმოდიფიცირებული რძის ნაწარმით სრულდება ყველა ეს პროდუქცია და ჯანმრთელობისთვის არის ძალიან სამარგებლო. ძველი გემო, ახალი ეტიკეტი, კუჭმაჭ, ქათამკვერს ყვერს. უმისი 1808, ეს არის ნომერ პირველი საინფორმაციო ცენტრი საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ ყველაზე სწრაფად გაგცეთ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი. საზოგადოებისთვის ნახევარფასად მუშრომობენ, თქვენთვის ერთი თვე უფასოდ მოგემსახურებიან. და დელფოსი. აი, ზოპონები რო გინდოდა. ჩინმაჩინი რა. გახსნი დელფოსა. კი ბატონო. ნახე როგორი ბეცი რაღაცნაირი თვლები დიდი მადლობა. დიდი მადლობა დელფოს. გაგიხარდა? სლატო პრამენი. ნამდვილი ჩეხური ცოცხალი ლუდის გემო 1642 წლიდან ზლატო პრამენი ნიშნავს ოქროს წყაროებს. ნებისმიერ რესტორანში შეგიძლიათ მოიკითხოთ ჩამოსასხმელი ლუდი. ესე იგი, ელენე და გიორგი მიდიან სახლში, ჩემთან კარი მარჯვნივ პრიზებით რა თქმა უნდა, ხოლო 0 ქულით აბაშელი ბექა არის ფინალში.